თებერვლის განმავლობაში ისეთივე სიხშირით, როგორც იანვარსა და გასულ თვეებში იყო, კოსმოსური მისიები არ შესრულებულა. თუ არ ჩავთვლით მცირე სატელიტების კოსმოსურ ორბიტაზე განთავსების რამდენიმე რუტინულ სტანდარტულ ოპერაციას. სამაგეროდ გაკეთდა უამრავი აღმოჩენა კოსმოსური ტელესკოპების საშუალებით და წარსულში გაშვებული სხვა აპარატებით. შემუშავდა რამდენიმე თეორია და განახლდა ასტეროიდების შესაძლო შეჯახების ვერსიებიც. სწორედ პოტენციურად მკვლელი ასტეროიდების შესაძლო შეჯახების ამბებით დავიწყებ 2025 წლის თებერვლის კოსმოსური სიახლეების შეჯამებას. NASA-ს ახალი მონაცემების თანახმად ახლა უკვე 3.1%-იანი შანსი არსებობს, რომ 2032 წელს დედამიწას დაეცეს ასტეროიდი, რომელსაც ქალაქის განადგურება შეუძლია. შანსების ზრდის მიუხედავად, ექსპერტები ამბობენ, რომ განგარშის საჭიროება არ არსებობს. გლობალური ასტრონომიული საზოგადოება სიტუაციას დეტალურად მეთვალყურეობს. მომდევნო თვიდან ამ ობიექტზე სახელად 2024 YR-4 დაკვირვებას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც დაიწყებს. პანიკა საჭირო არაა, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ პროცენტულობა მაღლა იწევს, უნებრივია სულაც არაა სასიამოვნო უფრო მეტი მონაცემის შეგროვების შემდეგ შანსი შეიძლება ნულამდეც ჩამოვიდეს. ამბობს ორგანიზაცია პლანეტური საზოგადოების ხელმძღვანელი ბრიუს ბეტსი. ობიექტი 2024 YR-4 პირველად გასული წლის 27 დეკემბერს დააფიქსირეს ჩილეში მდებარე ელ-სოსის ობსერვატორიიდან. ასტრონომთა შეფასებით სიკაშკაშიდან გამომდინარე, მისი სიგანე 40-90 მეტრამდე მერყეობს. სინათლის ხელწერის ანალიზები მიუთითებს, რომ აქვს სრულიად ტიპური შემადგენლობა და არ წარმოადგენს იშვიათი ლითონებით მდიდარ ასტეროიდს. პლანეტური თავდაცვის მსოფლიო თანამშრომლობამ ასტეროიდთა გამაფრთხილებელმა საერთაშორისო ქსელმა IAWN-მა გამაფრთხილებელი შეტყობინება 29 იანვარს გაავრცელა. მას შემდეგ, რაც შეჯახების ალბათობამ 1%-ს გადააჭარბა. მას შემდეგ რიცხვები მერყეობს, მაგრამ მაინც ზემოთ მიდის. NASA-ს უახლესი გაანგარიშებით შეჯახების ალბათობა 3.1%-ია. დედამიწაზე შესაძლო დაცემის თარიღი კი 2032 წლის 22 დეკემბერი. ეს კი 32-დან 1 შანსი გამოდის. დაახლოებით იგივე, რაც მონეტის აგდების შემდეგ დაცემის მხარის 5-ჯერ ზედიზედ გამოცნობა. ბოლოს, როცა 30 მეტრზე დიდი ასტეროიდი ასეთ მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენდა, 2004 წელს იყო ასტეროიდი აპოფისი, როცა დაადგინეს, რომ მას 2029 წელს დედამიწასთან შეჯახების 2.7%-იანი შანსი გააჩნდა. ეს შესაძლებლობა მოგვიანებით გამორიცხა დამატებითმა დაკვირვებებმა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს პლანეტური თავდაცვის ოფისის ხელმძღვანელის რიჩარდ მუასლის განცხადებით, ასეთი ზღვის გადალახვა ისტორიულია. ძალიან იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ამ დროისათვის კრიზისის საფუძველს არ წარმოადგენს. ეს არ გახლავთ დინოზავრების მკვლელი, არც პლანეტის მკვლელი. ეს უფრო ქალაქის გამონადგურებელია, ამბობს მუასლი. ვითომ შეღავათია. მსოფლიოს უმძლავრესი კოსმოსური ობსერვატორიის ჯეიმს ვების ტელესკოპის მონაცემები გადამწყვეტი იქნება მისი ტრაექტორიის დასადგენად. ვებს ძალიან მკრთალ ობიექტთა დანახვა შეუძლია, რაც გადამწყვეტია, რადგან ასტეროიდი ორბიტაზე ამჟამად იუპიტერისკენ მიემართება. შემდეგი მოახლოება კი 2028 წელს იქნება, ამბობს ორგანიზაცია პლანეტური საზოგადოების ხელმძღვანელი ბრიუს ბეტსი. თუკი რისკი 10%-ს ასწდება. ასტეროიდთა გამაფრთხილებელი საერთაშორისო ქსელი ოფიციალურ გაფრთხილებას გამოსცემს, რასაც მოჰყვება რეკომენდაცია სამზადისის შესახებ გაეროს ყველა იმ წევრისთვის, რომლის ტერიტორიაზეც შეიძლება ასტეროიდი დაეცეს. განადგურების პოტენციალი არა იმდენად ზომიდან მოდის, რამდენადაც მისი სიჩქარიდან 64300 კმ/სთ დედამიწაზე დარტყმისას. დაცემის პოტენციურ ადგილებს შორის საწყნარი ოკეანის აღმოსავლეთ სანაპირო, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილი, ატლანტის ოკეანე, აფრიკა, არაბეთის ნახევარკუნძული და სამხრეთ აზია. თუმცა, როგორც მუასლი აღნიშნავს, დრამატულ გადაწყვეტილებათა მიღებამდე ჯერ ძალიან ადრეა. კარგი ის არის, რომ მოქმედებისათვის დრო გვაქვს.
NASA-ს 2022 წლის მისია დართმა დაადასტურა, რომ კოსმოსურ ხომალდს შეუძლია წარმატებით შეცვალოს ასტეროიდის ტრაექტორია. მეცნიერები განიხილავენ სხვა მეთოდებსაც, მაგალითად ლაზერებს, რომლებიც მის ზედაპირს ააორთქლებენ და ამით წებას წარმოქმნიან, რაც მას კურსს შეუცვლის. კოსმოსური ხომალდით მისი კურსიდან გადატანას ბირთვულ აფეთქებას შეძლებენ. მეცნიერებმა ჩაატარეს სიმულაცია იმისა, რა მოხდება დედამიწაზე, მომდევნო საუკუნეში, რომ ბორცვის ზომის კოსმოსური ლოდი შეგვეჯახოს. შედეგები არც ისე სასიამოვნოა და მიგვანიშნებს, რა დაგჭირდებოდა ასეთი კატასტროფისგან გადასარჩენად. დიდი ასტეროიდი დედამიწას ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ დაეცა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგივე მომავალში აღარ მოხდება. კოსმოსი ქვებითაა გადაჭედილი და მრავალი მათგანი ისეთი ტრაექტორით მოძრაობს, რომ შეიძლება დედამიწასთან კონტაქტშიც შევიდეს. ერთ-ერთი მათგანია ასტეროიდი ბენუ, რომლის ზედაპირიდანაც NASA-ს მისიამ ნიმუშები წარმატებით აიღო და 2023 წელს დედამიწაზე ჩამოიტანა. არსებობს შანსი, რომ 150 წლის შემდეგ 2182 წლის სექტემბერში ეს ასტეროიდი დედამიწას შეეჯახოს. მართალია ამის შანსი მცირეა 2700-ში 1, ანუ 0.04%, მაგრამ არა 0. იმისათვის, რათა უარესისათვის ვიყოთ მზად, სამხრეთ კორეელმა კლიმატურმა მეცნიერებმა ჩაატარეს მოდელირება იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს ასეთი შეჯახების შემთხვევაში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს დიდი ასტეროიდი დედამიწას 66 მილიონი წლის წინ დაეცა, ეგრეთ წოდებული ჩისკულუბი, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. ბენუს დიამეტრი 500 მეტრია და გაცილებით პატარაა, ვიდრე ჩისკულუბი, რომლის დიამეტრიც 15 კილომეტრი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად შედეგები მაინც საგანგაშო იქნება. კვლევრებმა ამ საკითხში სუპერკომპიუტერი ალეფი გამოიყენეს. ასე ჩაატარეს დედამიწასთან 500 მეტრიანი ასტეროიდის შეჯახების სიმულაცია. მათ შორის იყო ხმელეთის და ზღვის ეკოსისტემების სიმულაციები, რომლებიც წინა სიმულაციებში გამოტოვებული იყო. დედამიწას არა უშუალოდ შეჯახება, არამედ ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაანადგურებს. კვლევართა დასკვნით, ასეთი დარტყმა პლანეტის ატმოსფეროში აიტანს 104 მილიონ ტონა მტვერს, რაც მოშლის ატმოსფეროს ქიმიას, მზეს იმდენად ჩააბნელებს, რომ ხელს შეუშლის ფოტოსინთეზს და კატასტროფულად დაარტყამს კლიმატს. კაცობრიობა მთლიანობაში ალბათ გადაურჩება ასტეროიდ ბენუს დაცემას, მაგრამ სულ მცირე რაღაც პერიოდით მოუწევს ცხოვრების სტილის დრამატულად შეცვლა. დედამიწაზე ღამით მოელვარე ღრუბლები გასაოცარ სანახაობას ქმნის. ისინი ატმოსფეროში იმდენად მაღლაა განლაგებული, რომ მზის სხივები მათში დაისის შემდეგაც ხვდება და ფერადოვან ნათებას იწვევს. საინტერესოა, რომ ამგვარი ღრუბლები მხოლოდ დედამიწაზე არაა, ისინი მარსზე წარმოიქმნება, რის დასტურიც NASA-ს მავალ კურიოზიტის მიერ გადაღებული კადრებია. რა თქმა უნდა, წითელ პლანეტაზე ღრუბლები მხოლოდ წყლის ყინულისგან არ შედგება, არამედ ნახშირო ჟანგის მშრალ ყინულსაც შეიცავს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ამ ციური სხეულის ძალიან თხელი ატმოსფერო სწორედ CO2-დაა მდიდარი. კურიოზიტი მარსზე არსებულ გეილის კრატერში მოძრაობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოელვარე ღრუბლების იქიდან დასანახად საუკეთესო დრო ადრეული შემოდგომაა. მავალის კამერა მასტკამმა ისინი 17 იანვარს დააფიქსირა, ხოლო 16 წუთის განმავლობაში მარსის ღამის სას აგვირდებოდა. წითელ პლანეტაზე ეს ღრუბლები პირველად 1997 წელს NASA-ს აპარატმა Pathfinderმა დააფიქსირა. კურიოზიტი იქ 2012 წლიდან ფუნქციონირებს, მაგრამ აღნიშნული ფენომენის აღბეჭდვა მხოლოდ 2019-ში შეძლო. NASA-ს მეორე მავალის Perseverance-ის ობიექტივში კი მოელვარე ღრუბლები ჯერაც არ მოხვედრილა. შესაძლოა ამის მიზეზი მისი მდებარეობა იყოს, კერძოდ გეილის კრატერი. დარჩეთ მარსზე. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა სურათს, რომელიც ზონდმა Mars Global Surveyor-მა გადაიღო. მისმა კამერამ წითელი პლანეტის ზედაპირზე კვადრატული ფორმის წარმონაქმნი აღბეჭდა, რომელსაც X-ზე პოდკასტერი ჯო როგანი და ილონ მასკიც კი გამოეხმაურნენ. დამუშავებულ ფოტოებში ეს უჩვეულო სტრუქტურა მართლაც საინტერესოდ მოჩანს.
ერთი შეხედვით ის უწყვეტ 4 კუთხეც ქმნის და შენობის საძირკველს მოგვაგონებს. სწორედ ასეთმა მოსაზრებებმა გაიჟღერა საზოგადოების ნაწილში, რომელმაც ის არამიწერი ცივილიზაციის საცხოვრებლადაც კი მიიჩნია. ამის მიუხედავად, თუ დაუმუშავებელ სურათს დავაგვირდებით, შევამჩნევთ, რომ ხაზები უწყვეტი სულაც არაა. სივრცეებს ჩვენი გონება აავსებს, როგორც ოპტიკური ილუზიების შემთხვევაში ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არეალი მარსის ზედაპირზე დაახლოებით 3 კილომეტრს იკავებს. როგორც ფოტოზე ჩანს, კვადრატული ფორმის აღქმას სხვადასხვა გეოლოგიური წარმონაქმნი უწყობს ხელს, რომლებიც ჩრდილებს ქმნის. დანარჩენი ჩვენივე ტვინის შემოქმედებაა. ამ ფენომენს პარეიდოლია ეწოდება, რაც ჩვენთვის ნაცნობი ობიექტების დანახვას გულისხმობს ისეთ საგნებში, რომლებსაც მათთან კავშირი არ აქვს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, როცა ღრუბლებში ცხოველების ან სხვა რამის ფორმებს ვხედავთ ხოლმე. წარსულში მარსთან დაკავშირებით პარეიდოლიის ფენომენმა შეცდომაში მეცნიერებიც კი შეიყვანა. მე-19 საუკუნეში ასტრონომმა ჯოვანი სკიაპარელიმ წითელ პლანეტაზე არხების სისტემა დააფიქსირა, რომელიც მისმა კოლეგა პერსივალ ლოუელმა ხელოვნურად შექმნილად მიიჩნია. მეცნიერმა ახალი სურათების გადასაღებად საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ ამ მონაცემებმა მისი ჰიპოთეზა საბოლოოდ უარყო. მეცნიერებმა მაგელანის დიდ ღრუბელში ირმის ნახტომის ორბიტაზე მოძრავ ჯუჯა გალაქტიკაში უზარმაზარი შავი ხვრელის არსებობის ნიშნები დააფიქსირეს. ის მზეზე დაახლოებით 600,000 ჯერ მასიური უნდა იყოს წარმოუდგენელი ზომა. ვინაიდან ეს სისტემა ნელ-ნელა ჩვენი გალაქტიკისკენ მოიწევს და საბოლოოდ მას შეერწყმება, ეს უხილავი ობიექტიც აქ აღმოჩნდება. ეს მიგნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი მასის მქონე შავი ხვრელები იშვიათად გვხვდება. თუ მისი არსებობა დადასტურდება, მეცნიერებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ, როგორ გარდაიქმნება შავი ხვრელები ვარსკვლავური მასის მქონედან უზარმაზარ, ზემასიურ ობიექტებად. მაგელანის დიდი ღრუბელი ამჟამად ირმის ნახტომის გარშემო 160,000 სინათლის წლის დაშორებით მოძრაობს. გამოთვლების თანახმად, შეჯახება დაახლოებით 2 მილიარდ წელიწადში მოხდება. თუ ამ ჯუჯა გალაქტიკაში ზემასიური შავი ხვრელი მართლაც არსებობს, ის ირმის ნახტომის ცენტრისკენ გაიკვლევს გზას და მშვიდოსთან A ვარსკვლავს შეუერთდება. შედეგად კიდევ უფრო დიდი შავი ხვრელი წარმოიქმნება. ასტრონომები მიიჩნევენ, რომ შავი ხვრელების მასა სწორედ ასეთი შერწყმით იზრდება. მეცნიერები დამატებით კვლევებს გეგმავენ, რათა ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ. მეცნიერებმა Frontieris სუპერკომპიუტერის გამოყენებით სამყაროს ყველაზე დიდი და რთული სიმულაცია შექმნეს. მათი თქმით, მსგავსი რამ აქამდე შეუძლებელი იყო. Frontieris კომპიუტერში ამისთვის Hardware Hybrid Accelerated Cosmology Code HACC-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენეს, რომელიც შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის საკუთრებაშია. მეცნიერების გუნდი ამ პროექტზე 7 წელი მუშაობდა და ეს ყველაფერი მილიონობით დოლარი დაჯდა. ამან ჰიდროდინამიკური კოსმოლოგიური სიმულაციების შემუშავება გახადა შესაძლებელი. სიმულაცია მოიცავს ისეთ პრინციპებს, როგორიცაა სამყაროს გაფართოება და ბნელი მატერიის ეფექტი. წინა მოდელები მხოლოდ გრავიტაციის, გაზისა და პლაზმის ფაქტორებს აერთიანებდა, აღნიშნეს მკვლევრებმა. ამისათვის Frontieris 9000 გამოსვლითი მექანიზმი იყო საჭირო. ცნობისათვის Frontieri მეორე ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერია მსოფლიოში. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს მიღწევა მათ სამყაროს შესწავლაში დაეხმარება. მსგავსი სისტემებით სამყაროს მომავლის ნაწილობრივ განსაზღვრაც კი არის შესაძლებელი. თეორიული მოდელებით ბნელი მატერიის არსებობა მეტნაკლებად დასაბუთებულია, თუმცა ექსპერიმენტულად ეს ჯერ დადასტურებული არ არის. მისი მოხელთება ჯერ ვერ ამიშეძლო. მეცნიერები ბნელი მატერიის დაფიქსირებას ამჯერად ახალი დეტექტორით ცდილობენ, რომლებიც მალე მზად იქნება კოსმოსში გასაშვებად. Southampton-ის უნივერსიტეტის ფიზიკოსები ამჟამად ცდებს ატარებენ მოწყობილობაზე, რომელიც მიკროგრავიტაციის პირობებში მუშაობს. ტექნოლოგიის მიზანია გრაფიტის ფენების ლევიტაციით უმცირესი ანომალიები დააფიქსიროს. ეს კი შეიძლება ბნელი მატერიის ბუნების გასაღები გახდეს. სამყაროზე დაკვირვებით დიდი შეუსაბამობა იგვეთება. ჩვენთვის ხილვადი მატერიის რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე გრავიტაცია. ამის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, გრავიტაცია მეტისმეტად ძლიერია იმისთვის, რომ მხოლოდ ჩვეულებრივი მატერიისგან წამოსულიყო.
უფრო კონკრეტულად, იმ ნივთიერებებისგან, რომლისგანაც ვარსკვლავები, პლანეტები და კოსმოსური მტვერი შედგება. ამის დასტური გვხვდება galaktikata გარე ნაწილების მოძრაობაში, რომელიც მეტისმეტად სწრაფია მათი მასისა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დეფორმირდება სივრცე, დრო, მასიური ობიექტების გარშემო. ჯოვიან 1 პატარა თანამგზავრია, რომლის ზომაც ფეხსაცმლის ყუთისას უტოლდება. ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებს. მისი დახმარებით ჩატარდება ექსპერიმენტები, რომლებიც ბრიტანეთის საუთჰემპტონის პორტსმუთისა და სარის უნივერსიტეტების სტუდენტებმა შექმნეს. გუნდი სატელიტის გაშვებას 2026 წლის დასაწყისში გეგმავს. ასე რომ შედეგების მიღებას დრო დასჭირდება. მიღებული მონაცემები როგორებიც არ უნდა იყოს ისინი, ბნელი მატერიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის. ჯოვიან 1 იქნება პირველი მისია, რომელიც კოსმოსში ამ ლევიტაციურ ტექნოლოგიას გამოიყენებს. თანამგზავრის გაშვებისა და ექსპერიმენტის მთავარი მიზანი იმის დადასტურებაა, რომ დედამიწის ატმოსფეროს მიღმა ბნელი მატერიის დაფიქსირება შესაძლებელია. გიგანტური რადიოგალაქტიკები კოსმოსური მეგასტრუქტურებია, რომლებიც მილიონობით სინათლის წლის მანძილზე ივსება და წარმოქმნიან მთელ სამყაროში ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ უდიდეს სტრუქტურებს. გიგანტური რადიოგალაქტიკების პოვნა მაინც რთულია, რომელიმე მათგანის აღმოჩენა დიდი საქმეა, განსაკუთრებით თუ ის კოლოსალური და გამორჩეულია. როგორც ერთ-ერთი ახლახან აღმოჩენილი, რომელიც ასტრონომებმა სამხრეთ აფრიკის ტელესკოპ მირკატით დააფიქსირეს. ახლად აღმოჩენილი galaktikis ზომა ერთი ბოლოდან მეორემდე დაახლოებით 3 მილიონი წელია. მოიცავს ცხელი პლაზმის უზარმაზარ ჭავლებს, რომლებიც galaktikata შორის სივრცეში იფრქვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ირმის ნახტომზე 30-32 ჯერ დიდია. კვლევართა განცხადებით ის საკმაოდ დიდუმალიცაა. აქვს უჩვეულო თვისებები, რომლებიც მარტივად ვერ აიხსნება. სახელით შესაბამისი შეურჩიეს სამხრეთ აფრიკის ადგილობრივი ბანტუს ენებიდან. გიგანტურ galaktikas ინკატაზოვ უწოდეთ, რაც ისიზულუს ენაზე გასაჭირს ნიშნავს. ასე იმიტომ დავარქვით, რომ მისი შესწავლა მართლაც რთულია, ამბობს კვლევის ავტორი კეიპტაუნის უნივერსიტეტიდან, კატლინ ჩარტონი. ინკატაზოს საიდუმლოთა ამოსახსნელად მკვლევრებმა ტელესკოპ მირკატით შექმნეს galaktikis სპექტრული ასაკის მაღალი რეზოლუციის რუკები. ამით შესაძლებელია galaktikis სხვადასხვა რეგიონში პლაზმის ასაკის დადგენა, რამაც იმის შესახებაც უნდა მოგცეს მინიშნება, თუ ზუსტად რა ხდება იქ. გიგანტური რადიოგალაქტიკები ერთ დროს იშვიათობად მიიჩნეოდა, მაგრამ ახალი თაობის უფრო დახვეწილი რადიოტელესკოპების წყალობით ბოლო წლებში მათი კვლევა გახშირდა. ასტრონომებმა სამყაროში ჩვენთვის ცნობილთა შორის უდიდესი სტრუქტურა აღმოაჩინეს. ის 1.4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული და თითქმის 70 galaktikურ სუპერგროვას შეიცავს. ამავე დროს ის ასობით ათასჯერ უფრო მასიურია, ვიდრე რომელიმე ერთეული galaktika. მაგალითად, ირმის ნახტომი. გერმანიის მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარმა ჰანს ბიორნჰინგენმა და მისმა კოლეგებმა ამ კოსმოსურ სტრუქტურას კიპუ უწოდეს. კიპუ ინკების თვლის სისტემა იყო და წარმოადგენდა კვანძებიან თოქს. ბიორნჰინგენმა ეს თოკები ჩილეში, სანტიაგოს მუზეუმში ნახა, როცა ის ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიაში ესოში მუშაობდა. სწორედ მაშინ იფიქრა, რომ ეს თოკები ძლიერ გავდა ამ კოსმოსურ სტრუქტურას. ჰქონდა სქელი მთავარი სექცია და რამდენიმე თხელი, განშტოებითი სექციები. დიდ მანძილზე galaktikები გროვებად ერთიანდებიან, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო დიდ სუპერგროვებად ჯგუფდებიან. რამდენიმე ასეთი სუპერგროვა ასტრონომებს აქამდე ჰქონდათ აღმოჩენილი და დადგენილი, რომ ხშირად ისინი ერთმანეთს რკალებად ან კედლებად უკავშირდებიან, როგორიც არის მაგალითად სლოუნის დიდი კედელი ან ლანიაკეას სუპერგროვა, რომლებიც აქამდე სამყაროში ჩვენთვის ცნობილ უდიდეს სტრუქტურებად ითვლებოდა. ზოგიერთი კოსმოლოგი ირწმუნება, რომ სამყარო უბრალოდ ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს იმაზე დიდ მანძილებზე, ვიდრე ჩვენ მიერ დანახული ყველაზე დიდი სტრუქტურები მდებარეობს. ზოგიერთი კი ამბობს, რომ სამყარო ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს მანძილებზე, მაგრამ ამას ეჭქვეშ აყენებს ასეთი დიდი სტრუქტურები. როგორც ჩანს,
მზის სისტემაში უამრავი ოკეანე იმალება. იუპიტერს, სატურნს, ურანსა და ნეპტუნს ყველას ყავს თანამგზავრები, მთვარეები, რომლებზეც მეცნიერთა აზრით თხევადი ოკეანეებია. ოღონდ ყინულის სქელი გარსის ქვეშ. ეს გარსები დიდი პრობლემაა მეცნიერთათვის, რომლებსაც ამაოდ სურთ ამ თხევად ოკეანეებში ჩახედვა. თუმცა, ამაში მათ შეიძლება ერთ-ერთი მთვარე დაეხმაროს. ურანის მთვარის არიელის ზედაპირი ღრმა უფსკრულებითაა სავსე, რომლებშიც შეიძლება დალექილი იყოს ქვემოდან ამოსული დეპოზიტები. მათ შორის შეიძლება იყოს ნახშირორჟანგის ყინული და ნახშირბადის შემცველი სხვა დეპოზიტები, რომლებიც იქ ამ ციცხნა მთვარის წიაღში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად უნდა მოხვედრილიყო. თუ ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უფსკრულები ამ თანამგზავრის წიაღის შესწავლის გზა უნდა იყოს, რაიმე დრამატული კვლევითი ძალისხმევის გარეშე. არიელის ზედაპირზე არსებული უფსკრულები შთამბეჭდავია. ზოგიერთ მათგანს ფსკერზე პარალელური ღარები გასდევს, რომლებიც ამ მთვარის ყველაზე ახალგაზრდა გეოლოგიური წარმონაქმნებია ხილულთა შორის. უცნობია, როგორ გაჩნდა ისინი, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება არიელის ზედაპირქვეშ. წინა კვლევები მიუთითებდა, რომ ისინი შეიძლება წარმოქმნილიყო ტექტონიკურ და ვულკანურ აქტივობათა ურთიერთქმედების შედეგად, მაგრამ რთული იყო კონკრეტული მახასიათებლების გარკვევა. მეცნიერებმა კვლევისათვის დაკვირვებითი და ფორმაციული მოდელები გამოიყენეს. ურანისა და ნეპტუნის სისტემებში კვლევითი მისიების გაგზავნა ჯერ კიდევ განხილვის საგანია. არიელის ოკეანის ზუსტი ამბავი კი სწორედ ასეთმა მისიებმა უნდა გაარკვიოს. ეგზოპლანეტა, რომელსაც სიცოცხლისათვის გადამწყვეტად საკმაო ინგრედიენტები აქვს, შეიძლება ჩვენგან იმაზე ახლოს იმალებოდეს, ვიდრე გვეგონა. ასტრონომებმა დაადასტურეს, რომ მზის სისტემიდან სულ რაღაც 20 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებობს პლანეტა, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს. ეგზოპლანეტა სახელად HD 20794D-ს დედამიწაზე 6-ჯერ მეტი მასა აქვს და მზის მსგავს ვარსკვლავს გარს უვლის ისეთი მანძილიდან, რომ მის ზედაპირზე შესაძლებელი უნდა იყოს თხევადი წყლის შენარჩუნება. რამდენიმე მისი მახასიათებელი სიცოცხლისათვის ხელსაყრელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მაგრამ აღმოჩენა მაინც ამაღელვებელია და მიუთითებს, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო შეიძლება ჩვენ ცხვირწინ იმალებოდეს, თუ ის ვარსკვლავთან ზედმეტად ახლოსაა. ზედაპირიდან თხევად წყალს ვარსკვლავის სითბო ააორთქლებს. თუ ზედმეტად შორსაა, თხევადი წყალი გაიყინება. ყოველი ვარსკვლავის გარშემო სულ მცირე თეორიულად არსებობს ორბიტული დიაპაზონი, სადაც თხევადი წყალი უნდა არსებობდეს. ამ დიაპაზონს სასიცოცხლო ზონას უწოდებენ. ვარსკვლავი HD 20794 იმედის მომცემია სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის ჩვენეული აღქმის თვალსაზრისით. ჩვენი მზის მსგავსად ისიც ყვითელი ჯუჯაა, მაგრამ ცოტა უფრო პატარა და ხანდაზმული, რაც იმას ნიშნავს, რომ იმყოფება წყალბადის სინთეზის პიკში, მაგრამ საკმარისად დიდი ისტორია აქვს იმისათვის, რათა მის გარშემო ეგზოპლანეტები დაესტაბილურებინა. მისი ორბიტა ელიფსურია, ანუ ოვალური ფორმის. მისი ორბიტის მხოლოდ რაღაც ნაწილი ექცება სასიცოცხლო ზონაში და ყველაზე შორეული წერტილი, ანუ აპასტრონი, ამ დიაპაზონს მიღმა. ისეთ მანძილზე, სადაც პლანეტის ზედაპირზე წყალი გაიყინება. ასტრონომებმა არ იციან ეგზოპლანეტის ზუსტი რადიუსიც, რის გამოც არ შეუძლიათ მისი სიმკვრივის გამოთვლა. მახასიათებლის, რომელიც მის შემადგენლობას ხატყოფდა, თუ მისი რადიუსი პატარაა, კლდოვანი უნდა იყოს, დედამიწის მსგავსი სუპერდედამიწა. თუ რადიუსი დიდია, შეიძლება გაბერილი იყოს, გაზოვანი მინი ნეპტუნი, რამაც შეიძლება შეცვალოს მისი სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის შანსი. მზის სისტემის უკანა ეზოში მდებარე ამ საოცარი სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი ეგზოპლანეტის შესასწავლად უდავოდ მეტი კვლევა საჭირო. ასტეროიდების სავარაუდო შეჯახების საკითხმა არ შეგვაშინოს. უკვე მრავალი წელია ველოდებით აპოკალიფტურ ასტეროიდს და არაფრით არ გამოჩნდა. ხუმრობის გარეშე, აქ რა თქმა უნდა, საუბარია პოტენციურ საფრთხეზე,
თუ გამოვრიცხებთ სენსაციას. სხვა მხრივ, მგონი პოზიტიური ეპიზოდი გამოგვივიდა ჩვენი გარემომცველი სამყაროს შესწავლის შესახებ. არ დაგვავიწყდეს, რომ წელს გაცხარებული მუშაობა მიდის მთვარის კოსმოსური მისიებისათვის, სადაც უკვე ასტრონავტების ჩართულობა შედგება. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აღსანიშნავი და აქტუალურია NASA-ს Artemis 2-ის მისია. კიდევ რა მისიები და კოსმოსური აღმოჩენები გაკეთდება მარტის თვეში? ამაზე უკვე მომდევნო თვის შემაჯამებელ ეპიზოდში ვისაუბრებ. შენ კი მოიწონე ეს ვიდეო და დააკომენტარე. და მთავარი თხოვნა, გამოიწერე კოდის YouTube არხი, რათა თქვენი თითქოს მცირე, მაგრამ ჩემთვის დიდი წვლილი შეიტანოთ ამ პროექტის შენარჩუნებისთვის.